ინტერნეტის სავსე შეთქმულების თეორიებით თითქმის ყველა წარმოსადგენ თემაზე. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ მსოფლიოს მთავრობები ცდილობენ დააჩქარონ სამყაროს დასასრული. სხვები ფიქრობენ, რომ მთვარეზე დაშრობა არასდროს მომხდარა, რომ ზოგიერთი ცნობილი ადამიანი ორმაგებითაა შეცვლილი, მხოლოდ რამდენიმე მაგალითის დასასახელებლად. ნომერი 10. ზოგიერთი ყველაზე უცნაური შეთქმულების თეორია ამტკიცებს, რომ მთვარე სინამდვილეში არ არსებობს. ავსტრალია რეალური ადგილი არ არის და რომ დედამიწაზე ნაპოვნი ყველა ქვა რბილია, მანამ სანამ მას არ შეეხებიან. ადამიანების უმეტესობა ესეთ თეორიებს სიფრთხილით ეკიდება, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოპულარობა მოიპოვა სოციალური მედიის პოსტების წყალობით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 2026 წელს დედამიწის მიზიდულობა მცირე ხნით გაქრება. ეს ჯორი ინტერნეტში 2026 წლის დასაწყისში გავრცელდა, როდესაც ვიღაცამ დაიწყო მტკიცება, რომ ჩვენი მიზიდულობა 12 აგვისტოს დაახლოებით 7 წამით შეწყდება და ამ მოვლენას ჩვენთვის კატასტროფული შედეგები ექნება. პოსტების მიხედვით, NASA-ს საიდუმლო დოკუმენტი სახელწოდებით პროექტი ანქორი მედიაში 2024 წლის ნოემბერში გაჟონა. დოკუმენტში იყო მტკიცებულება იმისა, რომ სააგენტოს ეს მოვლენა წინასწარ იცოდა და სწორედ ამ თარიღისთვის ემზადებოდა. ერთმა Instagram მომხმარებელმა თავის პროფილზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ზის მამაკაცი მანქანაში. ასევე იყო ტექსტი. 2026 წლის 12 აგვისტოს მსოფლიო 7 წამის დაკარგავს მიზიდულობას. NASA-ს ეს იცის, ემზადებიან, მაგრამ არ გვეუბნებიან რატომ. ტექსტში ასევე იყო ნათქვამი, რომ მიზიდულობა კონკრეტულად 7.3 წამით გაქრება და შედეგად გამოწვეული კატასტროფა 40-დან 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირავს. ისინი ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი საგანი, რომელიც მიწაზე არ არის დამაგრებული, ზევით დაიწყებს ცურვას და 7 წამის შემდეგ ყველაფერი ისევ მიწაზე დაეცემა. ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ბევრი ადამიანი ჰაერში აიწევა და შემდეგ დაცემით, ან მათზე დიდი საგნების დაცემით დაიღუპებიან. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ უმეტესობა საგანი დაახლოებით 65 ფუტით აიწევა ჰაერში და ეს მთელ მსოფლიოში მასობრივ პანიკას გამოიწვევს. სხვა მომხმარებელი ამტკიცებს, რომ პროექტ Anchors დაახლოებით 89 მილიარდი დოლარის ბიუჯეტი აქვს და რომ NASA მასზე რამდენიმე წელია მუშაობს. ამას ემატება ვარაუდი, რომ სააგენტოს სურდა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რათა ენახა, გადავრჩებოდით თუ არა დედამიწაზე გრავიტაციის გარეშე 7 წამის განმავლობაში. ზოგი ამტკიცებს, რომ ამ გრავიტაციული ანომალიის შედეგი იქნება მინიმუმ 10 წლიანი აღდგენა ეკონომიკური კრახის შემდეგ. და რომ მოგვიწევს ჩვენი თემების თავიდან აშენება. რადგან დედამიწაზე თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდება ან მთლიანად განადგურდება. ცნობილია, რომ მზის დაბნელება დაფიქსირდება 2026 წლის 12 აგვისტოს, მაგრამ უცნობია, შეთქმულების თეორიების მიმდევრები ამ მოვლენას გამოიყენებენ თუ არა იმის ნიშნად, რომ იმავე დღეს რაღაც უფრო ბოროტი მოხდება. რამდენიმე ექსპერტმა უკვე გააკეთა განცხადება და დაარწმუნა საზოგადოება, რომ იმ დღეს გრავიტაცია ჩვეულებრივად იმუშავებს და არავის სჭირდება რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება, რადგან ეს თეორია მთლიანად გამოგონილი და მცდარია. ნომერი 9. ყველას გვსმენია სხვადასხვა შეთქმულების თეორიები პარანორმალურ მოვლენებზე, მაგალითად, რომ ზოგიერთი ცნობილი ადამიანი სინამდვილეში დემონია, ან რომ მოჩვენებებს შეუძლიათ ადამიანს აედევნონ და მთელი ცხოვრება შეაწუხონ. ან რომ მსოფლიოს გარკვეული ადგილები პორტალებია, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის სხვა რეალობაში გადაიყვანონ. ასევე არსებობს თეორია, რომ ნეკრონომიკონი, გამოგონილი წიგნი, რომელიც ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტმა შექმნა, სინამდვილეში არსებობს და რომ ლავკრაფტი სინამდვილეში ცდილობდა ჩვენთვის ოკულტიზმის საიდუმლოებები გაეზიარებინა ისე, რომ ეს ძალიან აშკარა არ ყოფილიყო. Lovecraft, რომელიც 1890-დან 1927 წლამდე ცხოვრობდა, ცნობილი გახდა თავისი უცნაური მოთხრობებით, პოემებით, რომანებითა და ესეებით, რომელთა უმეტესობაშიც ზებუნებრივი ელემენტები და სხვა სამყაროს ურჩხულები იყო აღწერილი. მაგალითად, Cthulhu, რომელიც მისი მოთხრობის Cthulhu-ს ძახილი პერსონაჟია და Cthulhu-ს ძახილი ასევე მეტალიკის სიმღერის სათაურიცა. ეს არსება პირველად 1928 წელს გამოჩნდა და აღწერილია როგორც რვაფეხის მსგავსი თავი, სახე დაფარული საცეცებით, ქერცლიანი სხეული, რომელიც რეზინას გავს და ზურგზე გრძელი ვიწრო ფრთები აქვს. ის 100 ფუტის სიმაღლისაა, ადამიანური ხელებითა და ფეხებით. საუკუნეების განმავლობაში Cthulhu მძინარე მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩაძირულ ქალაქ რილიაში, წყნარ ოკეანეში. როდესაც ვარსკვლავები სწორად განლაგდებიან, არსება იღვიძებს და ქაოსი იწყება. მთელი დედამიწა კატაკლიზმში ეხვევა და კაცობრიობა თითქმის მთლიანად ნადგურდება. ნეკრონომიკონი Cthulhu-ს მითოსის ნაწილია და ლავკრაფტმა ახსნა, რომ წიგნისა და მისი სახელის იდეა სიზმაში დაებადა.
მას ხშირად მკვდართა წიგნსაც უწოდებენ და პირველად ლავკრაფტმა იგი მოთხრობაში მეძებარი ახსენა. წიგნის ისტორიის აღწერისას ლავკრაფტმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად მას ალ-აზიფი ეწოდებოდა, რაც არაბული სიტყვაა და აღნიშნავს ღამით გარკვეული მწერების მიერ გამოცემულ ხმას, რომელსაც ბევრი ადამიანი დემონების ყვირილის მსგავსად აღწერს. წიგნის ავტორი ნახევრად შეშლილი არაბი მამაკაცია, სახელად აბდულ ალ-ზარადი, რომელიც ლავკრაფტის ორ ქმილებას, იოგ, სოთოც და ქთულუს ეთაყვანებოდა. ის გარდაიცვალა იდუმალ გარემოებებში 738 წელს, მას შემდეგ რაც მასზე უზარმაზარი არსება დაესხა თავს. მისი გარდაცვალების შემდეგ წიგნი ფილოსოფოსებმა შეისწავლეს, ხოლო 950 წელს იგი ბერძნულად თარგმნეს, რის შემდეგაც მას სახელი შეუცვალეს და ნეკრონომიკონი დაარქვეს. წიგნის გარეგნობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ლავკრაფტმა აღნიშნა, რომ ის ტყავით არის შეკრული და რამდენიმე ლითონის საკეთით არის დაბმული. წიგნის შიგნით მკითხველი იპოვის აკრძალული ცოდნის კრებულს, რომელშიც შედის შელოცვები, რიტუალები და ინფორმაცია უძველეს და დავიწყებულ არსებებზე, როგორიცაა ქთულჰუ. მაგრამ მას ვერავინ შეძლებს უბრალოდ გააღოს და წაიკითხოს. ამბობენ, რომ ვინც ამ ტექსტს წაიკითხავს, საშინელ სიმართლეს გაიგებს რეალობის შესახებ და ამ ცოდნის მიღების შემდეგ გაგიჟდება. გარდა ამისა, ვინც წიგნის საკითხვას წარმატებით შეძლებს გამოიძახოს საშინელი და უზარმაზარი არსებები, რომლებიც მთელ მსოფლიოში განადგურებას დათესავენ. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა სამყაროებში პორტალების გასახსნელად, ბნელი და აკრძალული მაგიური რიტუალების ჩასატარებლად და რეალობის შესახებ სიმართლის გამოსავლენად. რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი, რაც ვიცით და ვხედავთ, არა მხოლოდ შექმნილია, არამედ იმართება უძველესი არსებების მიერ, რომლებიც დღესაც არსებობენ. ნეკრონომიკონი, რა თქმა უნდა, გამოგონილი წიგნია, რომელიც ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტმა თავის გონებაში შექმნა. მაგრამ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ესეთი ტექსტი მართლაც არსებობს და მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ვინმე მის გამოგონებას გადაწყვეტს და ამით მსოფლიო ქაოსში ჩააგდებს. ნომერი 8. Edgar Allan Poe სამართლიანად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ავტორად. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოთხრობები და პოემები შეიძლება ყველასთვის არ იყოს მისაღები, მათი ჩვეულებრივ ბნელი ატმოსფეროსა და თემატიკის გამო უარყოფა შეუძლებელია, რომ ედგარ ალან პო თავის ხელობაში ნამდვილი ოსტატი იყო და მისი შემოქმედება კიდე მრავალი ათწლეულის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, კორანი, მოგვითხრობს კაცის ისტორიას, რომელიც ღამით, გვიან საათზე თავის კარზე კაკუნს ისმენს, რაც მას აშინებს. როდესაც ბოლოს კარს აღებს, ის პირისპირ ხვდება ყორანს, რომელიც შემდეგ ერთი სიტყვით აღარასოდეს დანჯავს მას. ის ასევე ითვლება დეტექტიური ჟანრის წინამორბედად, რადგან მისი მოთხრობა მკვლელობები რომ მორგში მოგვითხრობს ასეთ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია ჩაკეტილ ოთახში, რის გამოც პოლიცია და ყველა მონაწილე დაბნეულია, სანამ ამატორი დეტექტივი სე ოგიუს დიუპენი საქმეს არ გახსნის. მაგრამ ფას ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. მისმა მამამ უბრალოდ მიატოვა ოჯახი 1810 წელს, მისი დაბადებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო დედამ ტუბერკულოზით დაავადდა, რამაც 1 წლის შემდეგ მისი სიცოცხლე შეიწირა. ის და მისი ამზრდელი ოჯახი 1815 წელს ბოსტონიდან, მასაჩუსეტსიდან ლონდონში, ინგლისში გადავიდნენ, მაგრამ 1820 წელს ისევ აშედაშოში დაბრუნდნენ. მან სამხედრო სამსახური გაიარა და მას შემდეგ, რაც მისი ძმა გარდაიცვალა, მწერლის კარიერა დაიწყო, მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი. მისი შემოქმედება უმეტესობისთვის ძალიან ბნელი იყო და დიდი დრო დასჭირდა, სანამ შეძლებდა ნორმალური შემოსავლის მიღებას. მისი ცოლი, ვირჯინია ელიზა კლემ პო, 1857 წელს გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც ტუბერკულოზი დაემართა და ედგარ პო ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, საიდანაც სრულად ვეღარ გამოჯამრთელდა. ბოლოს მან აღიარება მოიპოვა თავისი შემოქმედებით და ამბობენ, რომ ედგარ პო იყო პირველი ამერიკელი ავტორი, რომელმაც მხოლოდ წერით შეძლო საარსებო შემოსავლის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მან საბოლოოდ მიაღწია წარმატებას არჩეულ პროფესიაში, მიიჩნევა, რომ ცოლის გარდაცვალების შემდეგ ედგარ პო ნამდვილად აღარასოდეს ყოფილა ბედნიერი. და მისი საკუთარი გარდაცვალებაც დღემდე დაფარულია საიდუმლოთი, რომელიც ზოგიერთი კონსპიროლოგის აზრით იმაზე უფრო ბნელია, ვიდრე გვაფიქრებინებენ. საუბარი 1859 წლის 3 ოქტომბერს ეხება. პო ნახევრად გონებადაკარგული მდგომარეობით ბალტიმორში იპოვეს და მოწმეების თქმით, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და დახმარება სჭირდებოდა. მას სხვისი ტანსაცმელი ეცვა და გამუდმებით იმეორებდა სახელს რეინოლდსი. ეს ადამიანი არასოდეს დაუდგენიათ და დღემდე უცნობია ვის გულისხმობდა ან რა კავშირი ჰქონდა მას იმ მძიმე მდგომარეობასთან, რომელშიც პო იპოვეს. შემდეგ იგი ვაშინგტონის სამედიცინო კოლეჯში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობა ჩაუტარეს, მაგრამ საბოლოოდ გარდაიცვალა. ის არასოდეს ყოფილა გონზე იმდენ ხანს, რომ აეხსნა, რა დაემართა ან რატომ გაუჩინარდა რამდენიმე დღით, სანამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში გამოჩნდებოდა.
აქ ჩნდება შეთქმულების თეორიები. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმ ფაქტზე, რომ პოე ქუჩაში იპოვეს საარჩევნო უბლის გარეთ არჩევნების დროს. ისინი მიიჩნევენ, რომ მისი გარდაცვალება დაგეგმილი იყო და რომ ის სკუპინგის მსხვერპლი გახდა, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოების არაფერში ეჭვმიუტანელ წევრს ქუჩიდან აიყვანენ და აიძულებენ მრავალჯერ მისცეს ხმა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც აიძულებენ მიიღოს ნივთიერება, რომელიც მას უფრო დამყოლს ხდის. ეს რა თქმა უნდა არასოდეს დამტკიცებულა, მაგრამ ზოგიერთი თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ხსნის, რატომ იპოვეს პოე ესეთ საშინაო მდგომარეობაში და რატომ ვერ მიიღო მან სათანადო სამედიცინო დახმარება, რაც იმ დღეს მის სიცოცხლეს გადაარჩენდა. ნამერი 7. რომაული ლეგენდის მიხედვით, ქალაქი დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის 753 წლის 21 აპრილს, ხოლო მისი პირველი მეფე იყო რომულუსი. არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომ ამ ტერიტორიაზე მოსახლეები ჩამოვიდნენ ძვ.დ.წ. 6 საუკუნეში და დაიწყეს საფუძვლების ჩაყრა იმისა, რაც საბოლოოდ იტალიის დედაქალაქი გახდა. მაგრამ ერთი შეთქმულების თეორეტიკოსის თქმით, ქალაქი საერთოდ არ არსებობდა, რაც ძალიან აღიზიანებს მსოფლიოს არქეოლოგებს, რომლებმაც საფუძვლიანად შეისწავლეს ქალაქის ისტორია და წლების განმავლობაში იქ მნიშვნელოვანი ისტორიული აღმოჩენებიც გააკეთეს. პოსტი პირველად გამოჩნდა TikTok-ის პროფილზე, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქი არასოდეს არსებობდა და რომ კათოლიკურმა ეკლესიამ მე-16 საუკუნეში გამოიგონა აფიორა, რომლის მიხედვითაც ყველას დააჯერეს, რომ რომი სინამდვილეში არსებობდა. საუბარი გვაქვს შეთქმულების თეორეტიკოს დონა დიკენსზე. მისი პირველი პოსტი ამ თემაზე 2021 წელს შეიქმნა, რის შემდეგაც მან ეს საკითხი ხშირად აღარ განიხილა. მაგრამ დაახლოებით 1 წლის შემდეგ მან კვლავ მიიპყრო ექსპერტებისა და მეცნიერების ის კრიტიკა, როდესაც თავისი მტკიცებების შესახებ ახალი პოსტები გამოაქვეყნა. ვიდეოს ატვირთვიდან მალევე მას 75,000-მდე ნახვა ჰქონდა. შემდეგ კი ბევრი დონას მიმდევარი გააზიარებდა მას, რაც უზრუნველყოფდა, რომ ათასობით სხვა მომხმარებელსაც ენახა სხვადასხვა პლატფორმაზე. თავის პოსტში მან განაცხადა, რომ რომიდან კულტურულად მნიშვნელოვანი არტეფაქტები არასოდეს აღმოჩენილა. ქალაქთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტები არასოდეს აღმოჩენილა და არც ნამდვილი რომაული ძეგლები უპოვიათ. მან დაამატა, რომ ეს ქალაქი იყო ევროპული ადგილობრივი კულტურის გამოგონილი ჰომოგენიზაცია, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიერ იყო გავრცელებული. მან დაამატა, რომ რომაული კულტურა, რომელსაც სკოლაში ვსწავლობდით, რეალურად ნასესხები იყო ისეთი ცივილიზაციებიდან, როგორიცაა საბერძნეთი, აზია, თურქეთი და ეგვიპტე. რაც შეეხება ისეთ ცნობილ ნაგებობებს, როგორიცაა კოლიზეუმი და პართენონი, მისი აზრით ეს სტრუქტურები ვერ გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, რომ რომი ოდესმე არსებობდა. რადგან ქვები, რომლისგანაც ეს ნაგებობები აშენებულია, არ შეიძლება ნახშირბადით დათარიღდეს და შესაბამისად ექსპერტებს რეალურად არ იციან, რამდენი წლისაა ისინი. ვიღაცა შეიძლება იფიქროს, რომ მან დაავიწყდა მრავალი უძველესი რომაული დოკუმენტი, რომელიც წლების განმავლობაში აღმოაჩინეს, მაგრამ მას ამაზეც ჰქონდა პასუხი. დონა მიიჩნევს, რომ რადგან ამ დოკუმენტების არც ერთი ორიგინალი არ არის შემორჩენილი, აღმოჩენილი დოკუმენტები გააყალბეს ბერებმა, რომლებიც კვლავ ეკლესიის ბრძანებით მოქმედებდნენ. საბედნიეროდ, დონას ცუდად შესავლილი მტკიცებების გაბათილებას ბევრი ასჭირდება. ჩვენ ვიცით, რომ რომში აღმოჩენილია უძველესი და ორიგინალი ხელნაწერები, რომელთა უმეტება დაწერილია ლათინურად და ავტორები იმ დროის გამოჩენილი მოქალაქეები იყვნენ. როდესაც ეს მტკიცებები გახმაურდა, ბევრმა ადამიანმა იკითხა, რა გამოცდილება ჰქონდა დონას და რა კვალიფიკაციით აკეთებდა ასეთ დასკვნებს. აღმოჩნდა, რომ ის ყოფილი გასართობი ჟურნალისტია, რომელსაც ანთროპოლოგია და ისტორია აქვს შესწავლილი, თუმცა კოლეჯი მესამე კურსის ბოლოს მიატოვა. მისი მტკიცებები სრულად უარყვეს ექსპერტებმა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ მისი თეორიები ფაქტებზეა დაფუძნებული, რაც ნამდვილად ასე არ არის. მეექვსე ნომერი. Stonehenge რჩება ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ ძეგლად, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. ამ ძეგლის შესახებ მოხსენიებები თარიღდება მე-12 საუკუნით, მაგრამ არქეოლოგიური გრიგათხრები ამ ადგილზე პირველად მხოლოდ 1620-იან წლებში დაიწყო. პირველი გლოვა ამ ადგილზე ჩაატარა ჯონ აპრემ 1660-იან წლებში და მან ივარაუდა, რომ აბრის ხვრელები, რომლებიც მის სახელს ატარებს, ოდესღაც დროიდების ტაძრად გამოიყენებოდა უძველეს დროში. მე-18 საუკუნეში ძეგლი შეისწავლა უილიამ სტუკლინგ და საბოლოოდ დადგინდა, რომ Stonehenge ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის. 1882 წელს ის გამოცხადდა დაცულ უძველეს ძეგლად. და მიუხედავად იმისა, რომ სალისბერის ველზე, ვილჩერში, ინგლისში მდებარე ამ ადგილას ჩატარებულია უზარმაზარი რაოდენობის კვლევა, ამ უცნაურ და ამოუცნობ ნაგებობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება. ჩვენ ვიცით, რომ Stonehenge-ის მშენებლობა დაახლოებით 5000 წლის წინ დაიწყო, მაგრამ მისმა მშენებლებმა არ დატოვეს არანაირი მინიშნება, ვინ იყვნენ ისინი, ან რისთვის აპირებდნენ ამ ადგილის გამოყენებას.
მისი მშენებლობის შესახებ წერილობითი ჩანაწერები არასოდეს აღმოჩენილა. ამიტომ უამრავი თეორია არსებობს მისი დანიშნულებისა და იმ ადამიანების შესახებ, ვინც იგი ააშენა. ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე უცნაური თეორია ამტკიცებს, რომ გიგანტმა დააწო ეს უზარმაზარი ქვები. მიჩნეულია, რომ ადრეული ისტორიკოსები ძლიერ ეყრდნობოდნენ ხალხურ თქმულებებს, როცა რამეს ვერ ხსნიდნენ. ამიტომ გიგანტი იდეალური ახსნა იქნებოდა ამისთვის. მაგრამ ეს უცნაური მტკიცება კიდევ უფრო უცნაური ხდება. იმ დროის ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, გიგანტს ქვების ადგილზე მოტანა უბრძანა მერლინმა, ჯადოქარმა, რომელიც ხშირად არტურის ლეგენდებთან ასოცირდება. კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე გავრცელებული თეორია, რომ იგი აშენდა უცხო პლანეტელების მიერ, რომლებიც ათასობით წლის წინ ეწვივნენ დედამიწას. სხვები ფიქრობენ, რომ მათ უბრალოდ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს მისცეს ქვების გადასაადგილებლად საჭირო ტექნოლოგია და რომ ეს ტექნოლოგია უბრალოდ დროის განმავლობაში დაიკარგა. კონსპირაციული თეორიების მიმდევრებს შორის ასევე პოპულარულია ვარაუდი, რომ იგი აშენდა უძველესი დრუიდების მიერ. ამ თეორიის მიხედვით, მონუმენტი მათ გერბების თაყვანისცემისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პირველი დრუიდები მხოლოდ დაახლოებით 2000 წლის შემდეგ გამოჩნდნენ, რაც Stonehenge აშენდა. ამიტომ ეს თეორია უმეტესმა ექსპერტმა უარყო. შემდეგ არის თეორია, რომ იგი მუსიკოსების მიერ გამოიყენებოდა უძველეს დროში. მკვლევარებმა შეისწავლეს ქვების შემადგენლობა და აღმოაჩინეს, რომ როდესაც ლურჯი ქვის მონოლითებს გარკვეულ ადგილებში აკაკუნებდნენ, ისინი რეზონანსს იწვევდნენ, როგორც დოლი. მაგრამ ამ თეორიასაც აქვს ნაკლოვანებები, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, ვინმე ამ ძიმე და მასიური ქვებს მრავალი მილის მანძილზე გადაიტანდა მხოლოდ იმისთვის, რომ შეექმნა რთული და თითქმის არამოქმედი დოლის ნაკრები. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ Stonehenge საერთოდ არ აქვს რეალური მნიშვნელობა და ის აშენდა ორი უძველესი გამოქვაბულის კაცის მიერ, რომლებსაც უკეთესი საქმე არ ჰქონდათ. მათ მხოლოდ დრო ჰქონდათ ხელთ და უბრალოდ გადაწყვიტეს ქვები ერთმანეთზე დაეწყოთ. თუმცა თეორეტიკოსებს, რომლებიც ამ თეორიას უჭერენ მხარს, არ შეუძლიათ ახსნან, როგორ შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო. ექსპერტებმა, რომლებმაც ეს ადგილი შეისწავლეს, წამოაყენეს ყველაზე სარწმუნო თეორიები, რომ Stonehenge გამოიყენებოდა როგორც ტაძარი, სამარხი და ასტრონომიული კალენდარი. ეს ვერსია უმეტესმა მეცნიერებმა სათმუნოდ მიიჩნიეს და ეჯუგარეშია, რომ მომავალ წლებში და ათლაუთში Stonehenge-ის შესახებ კიდევ ბევრი თეორია გაჩნდება, რომლებიც უდავოდ ისეთივე უცნაური იქნება, როგორც მოსალოდნელია. ნომერი 5. Project Bluebeam არ უნდა აგერიოთ Project Blue Book-ში, რომელიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დაგროვების შესწავლას ეხებოდა, ასევე შეიცავს უცხო პლანეტელების ელემენტებს. მაგრამ შეთქმულების თეორეტიკოსების მიხედვით, ის ასევე ეხება რელიგიას და მსოფლიოს მთავრობების ბოროტ გეგმას. ეს თეორია არსებობს 1990-იანი წლებიდან, როდესაც კანადელმა ჟურნალისტმა სახელად სერჟი მონასტმა პირველად გააცნო იგი მსოფლიოს. მიუხედავად იმისა, რომ მან არასდროს გაამჟღავნა თავისი წყაროები, მან განაცხადა, რომ NASA ხელმძღვანელობდა ოპერაციას, რომლის დროსაც ახალი ეპოქის რელიგია დამკარდებოდა ჰოლოგრაფიული გამოსახულებების გამოყენებით და საზოგადოების გონების მანიპულაციით. მან განაცხადა, რომ პროექტი 4 ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. პირველი ეტაპი გულისხმობდა მიწისძვრებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოხდებოდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მიწისძვრები არ იქნებოდა. ისინი იმავე მთავრობების მიერ იქნებოდა ორგანიზებული ძალიან კონკრეტული მიზნისთვის. მას შემდეგ, რაც მიწისძვრები ჩაცხრებოდა, არქეოლოგები დაიწყებდნენ გამორჩეული აღმოჩენების გაკეთებას ახლად გამოჩენილი მიწის ქვეშ. ეს ყველაფერი ეჭქვეშ დააყენებდა ჩვენს წარმოდგენებს რელიგიასა და ისტორიაზე და ბევრი ადამიანი დაიწყებდა ზემოთხსენებული ახალი ერის რელიგიის მიმდევრობას. ამის შემდეგ ტექნოლოგიას გამოიყენებდნენ, რათა ღმერთების ჰოლოგრაფიული გამოსახულებები ცაში პროეცირებულიყო და ყველას დაენახა. ეს ბევრ ადამიანს დააჯერებდა, რომ მათ რაღაც განსაკუთრებული იხილეს და რომ მათ უნდა დაიწყონ ამ ახალი რელიგიის მიმდევრობა. შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ ხალხს დაეჯერებინათ თითქოს მათთან ტელეპათიურ დონეზე ურთიერთობენ. ეს მიღწეული იქნებოდა დაბალ სიხშირის ტალღების გამოყენებით, რომლებიც მონასტრის თქმით შექმნიდნენ ილუზიას, თითქოს ხმები მათ გონებაში ესაუბრებოდნენ. ბოლოს, მეოთხე ეტაპი გულისხმობდა იესოს მსგავსი ფიგურის გამოჩენას, მაცხოვარს, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდებოდა დედამიწაზე და დაარწმუნებდა მთელ მსოფლიოს, გადასულიყვნენ ერთ მთავრობასა და ერთ რელიგიაზე. ამ დროისთვის ბევრი ადამიანი უკვე დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის სამხედროებმა შეიმუშავეს ჰოლოგრაფიული ტექნოლოგია, რომელიც შეეძლოთ გამოეყენებინათ ნებისმიერი ადამიანის მოსატყუებლად. ზოგიერთმა კი ისიც კი ივარაუდა, რომ ცა სინამდვილეში უბრალოდ უზარმაზარი ეკრანია და ის, რასაც ზემოთ ხედავთ, არაფერია გარდა ილუზიისა. მონასტმა დაამატა, რომ NASA ამ ტექნოლოგიას გამოიყენებდა კალბი უცხო პლანეტელების შემოსევის დასადგმელად დედამიწაზე და ადამიანები ადვილად მოიტყუებოდნენ და დაიჯერებდნენ იმას, რასაც საკუთარი თვალებით ხედავდნენ. კონსპიროლოგების აზრით, მონასტრის გარდაცვალებაც კი საეჭვოდ ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სამედიცინო ჩანაწერები მიუთითებს, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი თეორიები სწორი იყო და მთავრობამ დაადუმა იგი. სანამ ის კიდევ მეც გაამხელდა მის ბოროტ გეგმაზე. სანამ ის კიდევ მეც გაამხელდა მათ ბოროტ გეგმაზე, რომლებსაც სურდათ მსოფლიოს დაპყრობა. წლების განმავლობაში ამ მუდმივად განვითარებად თეორიაში კიდევ რამდენიმე სააგენტო, მათ შორის HARP, SpaceX-ი და სხვებიც შეიყვანეს. და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოჩენამ მხოლოდ გააძლიერა მათი რწმენა, რომ ჩვენ გვატყუებენ. მაგრამ ექსპერტებისთვის ამ მტკიცებების უარყოფა მარტივი აღმოჩნდა. არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება მისი განცხადებების დასადასტურებლად და ზოგადად მიღებულია, რომ ის უბრალოდ ვარაუდობდა და საკუთარ აზრებს ფაქტებად ასაღებდა. გარდა ამისა, არ არსებობს ჰოლოგრაფიული ტექნოლოგია ისეთი, როგორიც მის თეორიაში აღწერილი, რადგან არც ერთ მთავრობას არ აქვს საშუალება ერთდროულად მთელ მსოფლიოს აჩვენოს უცხოპლანეტელთა შემოსევის ვიდეოები. ამ თეორიის საბოლოო დამამთავრებელი ფაქტორი ის არის, რომ ამ მოვლენისთვის კონკრეტული თარიღი რამდენჯერმე იქნა წინასწარმეტყველებული, მაგრამ როგორც ყველამ ვიცით, უცხოპლანეტელთა შემოსევა არასოდეს მომხდარა. ახალი მსოფლიო წესრიგი არ დამყარებულა და ჩვენ ყველანი ჯერ კიდევ თავისუფლები ვართ, რომ ჩვენს მიერ არჩეულ რელიგიას მივდევდეთ უმეტეს ქვეყნებში. მეოთხე ნომერი. გეოგრაფიის გაკვეთილების წყალობით სკოლაში ვიცით, რომ მიწისძვრები გამოწვეულია ენერგიის უეცარი გამოყოფით, დედამიწის რღვევის ხაზებზე, რაც ჩვეულებრივ ხდება მისი ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად. მაგრამ ჩანს, რომ ეს ელემენტარული ცოდნაც კი მიუღებელია ზოგიერთი შეთქმულების თეორიის მიმდევრისთვის. ამ ცოდნის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა სასულიერო პირი, რომელიც ირანიდანაა და რომელმაც 2010 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როდესაც მან ამ ბუნებრივ მოვლენასთან დაკავშირებით რამდენიმე უცნაური და საკამათო განცხადება გააკეთა. ირანში მიწისძვრები ხშირია, რადგან ეს ქვეყანა ყოველწლიურად უფრო მეტ მიწისძვრას განიცდის, ვიდრე მსოფლიოს უმეტესობა ქვეყანა. ქვეყნის იმდროიდელმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა იწინასწარმეტყველა, რომ ერთ დღესაც თეირანს ძლიერი მიწისძვრა დაატყდება თავს და ურჩია იქ მსხოვრებ 12 მილიონ ადამიანს, რომ უფრო უსაფრთხო ადგილებში გადასახლდნენ. ეს აბსურდული განცხადებაა, რადგან ამდენი ადამიანის გადასახლება ლოგისტიკური კოშმარი იქნებოდა და ბევრი მათგანი უარს იტყოდა საკუთარი სახლების დატოვებაზე მხოლოდ ერთი ადამიანის შიშებისა და პროგნოზების გამო. მაგრამ ყასიმ სიდიჯის განცხადებებთან შედარებით, აჰმადინეჟადის სიტყვები თითქმის სარწმუნოდაც კი ჟღერს. სიდიჯიმ მსოფლიო მასშტაბით აღშფოთება გამოიწვია, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ მიწისძვრები საერთოდ არ არის ბუნებრივი კატასტროფა და ისინი გამოწვეულია ქალების მიერ, რომლებიც შეუფერებლად იცვამენ. მან ასევე დაადანაშაულა ქალები, რომლებიც მრუშობენ, სხვები, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, აფუჭებენ თავიანთ სიწმინდეს და ქალები, რომლებიც მამაკაცებს გზას აცდენენ. მისი განცხადებები თითქმის უდავოდ იყო გადაჭარბებული რეაქცია იმ ფაქტზე, რომ ირანში ბევრი ახალგაზრდა ქალი უარს ამბობდა ისლამის წესების მიხედვით ჩაცმაზე, რაც მათ უკრძალავდა სხეულის რომელიმე ნაწილის გამოჩენას მათთან ნათესაურ კავშირში არ მყოფი მამაკაცისთვის, მათი სახის, ხელებისა და ფეხების გარდა. მათი თმა, კისერი და სხეულის დანარჩენი ნაწილი უნდა იყოს დაფარული, როცა ისინი საზოგადოებაში იმყოფებიან. მაგრამ წლების განმავლობაში სულ უფრო მეტმა ქალმა გადაწყვიტა ამ წესების წინააღმდეგ წასვლა, რამაც აშკარად გააღიზიანა სიდიჯი. ერთ-ერთი ქადაგების დროს მან განაცხადა, რომ მასთან ღვთაებრივი ძალა ისაუბრა და უთხრა, რომ ქვეყანა უბედურებებით, მაგალითად მიწისძვრებით, ისჭებოდა. მან დაამატა, რომ ამ კატასტროფების თავიდან აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ქალები დაიწყებდნენ შესაბამისი ტანსაცმლის დარებას და დაუბრუნდებოდნენ თავიანთ რელიგიურ ფესვებს. უნდა ავინიშნოს, რომ საუბარი იმ ქალებზეა, რომლებმაც უბრალოდ გადაწყვიტეს ტანზე მომდგარი პალტოები და ისეთი თავსაფრები ეტარებინათ, რომ თმა ოდნა უჩანდათ, რაც დაუშვებელია. როდესაც კითხეს, როდის დაატყდება ეს მიწისძვრა ირანს, სიდიჯიმ განაცხადა, რომ ზუთ თარიღს ვერ დაასახელებდა, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, სანამ კატასტროფა მოხდება. მან ასევე ურჩია თეირანში მცხოვრებ ხალხს დაუყოვნებლივ გადაენაცვლებინათ საცხოვრებელი, ან სულ მცირე 12 მილიონიდან 5 მილიონი ადამიანი მაინც გადასულიყო სხვაგან, რათა შემცირებულიყო მსხვერპლის რაოდენობა, როდესაც მიწისძვრა საბოლოოდ მოხდებოდა. მისი აზრი გაიზიარა ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ლოცვა და მონანიება იყო ერთადერთი გზა ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და რომ აღნიშნულმა ქალებმა უნდა დაიწყონ პატიების თხოვნა თავიანთი ცოდვებისთვის. სეისმოლოგებმა გააფრთხილეს ირანის მთავრობა, რომ თეირანს საბოლოოდ ძლიერი მიწისძვრა დაატყდება თავს და ზოგიერთმა მათგანმა შესთავაზა, რომ დედაქალაქი სხვაგან გადაიდანონ, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადაარჩინონ. სიდიჯი მიიჩნევს, რომ თუ თეირანის ქალები არ აერჩევენ მონანიებას და არ უარყოფენ თავიანთ ცოდვილ ქცევას, ისინი გახდებიან მიზეზი უმძიმესი კატასტროფისა, რომელიც უამრავ სიცოცხლეს შეიძირავს და ქვეყანას ფინანსურ კრიზისში ჩააგდებს, რომლისგანაც გამოჯამრთელებას 10 წლეულები დასჭირდება. ნომერი 3.
1920-იან წლებში ჩინეთის ნაციონალისტურმა პარტიამ წამოაყენა წინადადება, რომ იანგცის მდინარეზე უზარმაზარი კაშხალი აშენებულიყო. ამ პროექტის იდეა, რომელიც ეხლა ცნობილია როგორც იანგცის მდინარის სამი ხეობის წყალსამეურნეო პროექტი, რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, სანამ 1953 წელს არ გადაწყვიტა, რომ უნდა ჩატარებულიყო განხორციელებადობის კვლევა და არჩეულიყო შესაბამისი ადგილი. მისი აშენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო დამანგრეველი წყალდიდობების კონტროლი, რომლებიც როცა მდინარე კალაპოტიდან გადადიოდა, ხდებოდა. მაგრამ ეს ასევე შესაძლებელს გახდიდა შიდა ვაჯრობის განვითარებას და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონისთვის ელექტროენერგიის წარმოებისთვისაც. ბევრი ადამიანი მაშინვე დაეთანხმა ამ იდეას, მაგრამ ზოგიერთმა ჩათვალა, რომ ეს პროექტი ცუდი იდეა იყო. ისინი შიშობდნენ, რომ გაშხალი ჩამოიშლებოდა და 1,300,000-ზე მეტი ადამიანი სახლს და შესაძლოა სიცოცხლესაც დაკარგავდა. თუ ეს მოხდებოდა, ბევრი გამორჩეული კულტურული ადგილი მთლიანად განადგურდებოდა, არქეოლოგიური ძეგლები დაიკარგებოდა და მდინარის გასწვრივ მცხოვრები ადამიანები გაღატაკდებოდნენ. ასევე არსებობდა თეორია, რომ ასეთი უზარმაზარი წყლის მასის დაახლოებით 42 მილიარდი ტონის შეკავება ზიანს მიაკნებდა პლანეტას. მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ წყალი გამოიწვევდა დედამიწის არაბუნებრივ გადაადგილებას, რაც გამოიწვევდა ბუნებრივ კატასტროფებს, ძირითადად მიწისძვრებსა და მეწყერებს მთელ მსოფლიოში, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა, ან იძულებული გახდებოდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი. შემდეგ შემოთავაზებული იყო, რომ ამის ნაცვლად აშენებულიყო კაშხალების სერია. ისინი იქნებოდა უფრო პატარა, უფრო მარტივად სამართავი და შეიცავდნენ ნაკლებ წყალს, ვიდრე შემოთავაზებული პროექტი. ისინი გამოიმუშავებდნენ იმდენივე ელექტროენერგიას, რამდენსაც დიდი კაშხალი და ასევე ეფექტურად გააკონტროლებდნენ წყალდიდობას ამ ტერიტორიაზე. მაგრამ მათი შეშფოთება უყურადღებოდ დარჩა. მიუხედავად ამისა, მათი შიშები გახდა მიზეზი, რომ კაშხლის მშენებლობა 40 წლით გადაიდო, რომელიც საბოლოოდ 1994 წელს დაიწყო, მაგრამ მაშინაც კი პროექტს პრობლემები არ აკლდა. როდესაც დაფინანსება ამოიწურა, ჩინეთის მთავრობამ მსოფლიო ბანკს სესხი სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან არსებობდა შიში, რომ კაშხალი გარემოს პრობლემებს გამოიწვევდა. მშენებლობის პირველი ეტაპი 1997 წელს დასრულდა, ხოლო 2003 წელს წყალსაცავის შევსება დაიწყო. ამის შედეგად დაახლოებით 1200 მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილი სამუდამოდ დაიკარგა. კაშხლის მთავარი კედელი 2006 წელს დასრულდა, ხოლო 10 წლის შემდეგ პროექტი წარმატებით დასრულდა. 2024 წელს გავრცელდა ვირუსული მტკიცება, რომლის მიხედვითაც სამი ხეობის კაშხალში წყალს დედამიწის ბრუნვის შენელება გამოეწვია. ეს მტკიცება გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მართალია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბრუნვის ცვლილება უნიშნელო იყო, რადგან დედამიწა მხოლოდ დაახლოებით 0.06 მიკროწამით ნელად ტრიალებდა ჩვეულებრივთან შედარებით. ეს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში დიდი შვება მოუტანა. მაგრამ როგორც ხშირად ხდება, რამდენიმე კონსპიროლოგმა უარი თქვა ამ მონაცემების მიღებაზე და დაიწყო უჩვეულო მტკიცებების გავრცელება იმის შესახებ, თუ რა სჯეროდათ სინამდვილეში ხდებოდა. მათ განაცხადეს, რომ უზარმაზარი წყლის რაოდენობა, რომელმაც დედამიწის ბრუნვაში დისბალანსი გამოიწვია, უკვე პლანეტის ამინდის რეჟიმებზე მოქმედებდა. ისინი ასევე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამან გამოიწვია ბოლდროის ზოგიერთი მიწისძვრა და ბუნებრივი კატასტროფა. თუმცა მათ ამ თეორიის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ. NASA-მ აღნიშნა, რომ დედამიწის ბრუნვა ისედაც მერყეობს და რომ ნებისმიერი შიში იმის შესახებ, თითქოს ჩვენს პლანეტაზე სამი ხეობის კაშხალმა უარყოფითი გავლენა მოახდინა, უნდა განვიხილოთ როგორც მარდინალური თეორია და მეტი არაფერი. მეორე ნომერი. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში აღფრთოვანებულნი იყვნენ ღამის ცით, ხოლო მეცნიერები ძალიან დიდი ხანია სწავლობენ ვარსკვლავებს. მას შემდეგ ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ჩვენი მზის სისტემის შესახებ და იმ სისტემების შესახებაც, რომლებიც მილიონობით სინათლის წელიწადით შორს არსებობენ. მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი ადამიანებს პრეისტორიული დროიდანვე იცოდნენ, რადგან ისინი ღამისცაზე შეუიარაღებელი თვალით ჩანს. მაგრამ სხვა პლანეტები უფრო რთულად აღმოსაჩენი აღმოჩნდა. პირველი ტელესკოპური აღმოჩენები 1791 წელს გაკეთდა, როდესაც უილიამ ჰერშელმა ურანი აღმოაჩინა. და 1848 წელს იოჰან გალმა ნეპტუნი აღმოაჩინა, მას შემდეგ რაც ურბენ ლევერიესსა და ჯონ კაუჩ ადამსის ნაშრომები შეისწავლა. პლუტონი, რომელიც ეხლა აღარ ითვლება პლანეტად, 1930 წელს კლაიდ თუმბაუს მიერ იქნა აღმოჩენილი და ეხლა ის ჯუჯა პლანეტად არის გადაკვალიფიცირებული. მას შემდეგ ჩვენ შევისწავლეთ კოსმოსის იმდენი ნაწილი, რამდენიც შეგვეძლო. მაგრამ ზოგიერთი შეთქმულების თეორიის მიმდევარი, რომელთაგან ერთ-ერთი ცნობილი ასტრონომი, მიიჩნევს, რომ ჩვენი galaktikis ერთ კონკრეტულ და მნიშვნელოვან ასპექტში ვწდებოდით. ასტრონომი პოლ კოქსი აკეთებს საკამათო განცხადებებს ჩვენს მზეზე და მიაჩნია, რომ ამის უკან ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაცია NASA დგას.
მიუხედავად იმისა, რომ მისი უცნაური განცხადებები უმეტესობამ უარყო, სხვებმა მას დაუჭერეს. ალბათ იმიტომ, რომ მას აქვს ავტორიტეტული ასტრონომის სტატუსი. Coxმა საკამათო განცხადებები 2016 წლის ივნისში გააკეთა, როცა ის 8 საათიან პირდაპირ ეთერში წარადგენდა გადაცემას და საუბრობდა მერკურის მზეზე გადასვლაზე. გადაცემა გადაიცემოდა ვებგვერდზე SLU, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც არავინ ელოდა. როცა მერკურის იმჟამინდელ მდებარეობაზე საუბრობდა ეკრანზე, მოულოდნელად თქვა: შეიძლება საკუთარ თავს ეკითხებოდეთ, რა არის ის დიდი მრგვალი ობიექტი მზის გვერდით. შემდეგ მან უბრალოდ აღნიშნა, რომ მაყურებლები დედამიწის მეორე მზეს უყურებდნენ და ხუმრობით დაამატა, რომ ალბათ ბევრმა არც კი იცის მისი არსებობის შესახებ. მაყურებლები მაშინვე გაოცდნენ ამ საკამათო განცხადებით. ზოგიერთმა იფიქრა, რომ კოქსი ხუმრობდა, მაგრამ შემდეგ აშკარა გახდა, რომ ის ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა. მან განაგრძო ახსნა, რომ ეს მეორე მზე ჩვეულებრივ დამალულია საზოგადოების თვალთახედვიდან რამდენიმე სააგენტოს მიერ, რომელთაგან ერთ-ერთი NASA არის. მაგრამ მან ვერ გაამხილა სხვა რომელიმე სააგენტოს სახელი, რომლებიც ამ უცნაურ შეთქმულებაში იყვნენ ჩართული. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ განცხადებებმა მაშინვე გამოიწვია აჟიოტაჟი ინტერნეტში. კონსპიროლოგი ბლოგერები პოსტების წერას შეუდგნენ მეორე მზეზე, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ჩვენგან დამალული იყო. მაშინ როცა სხვები სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ ამბავს, რომ მთელი ცხოვრება მთავრობა გვატყუებდა. პრობლემა ამ კონსპირაციულ თეორიასთან ის არის, რომ ის წამოაყენა ადამიანმა, რომელიც იმ მომენტამდე თავის სფეროში პატივცემული იყო და კარიერის განმავლობაში ბევრი დამოუკიდებელი კვლევა ჰქონდა ჩატარებული. ამიტომ კონსპიროლოგებმა სწრაფადვე აიტაცეს ეს თემა და ინტერნეტი ამ მოჩვენებითი მოტყუების ამბებით აავსეს. Cox's კოლეგა ასტრონომებმა სწრაფად მიუთითეს, რომ ობიექტი, რომელსაც ის აღნიშნავდა ამ კომენტარების გაკეთებისას, სინამდვილეში მერკური იყო, რომელსაც ის თავიდანვე განიხილავდა. მისი მტკიცებები უარყვეს სხვა ასტრონომებმა და ექსპერტებმაც, რომლებმაც საზოგადოებას დაარწმუნეს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მზე გვყავს და მსგავსი ციური სხეული ჩვენგან არ არის დამალული. პირველი ნომერი. ჩვენგან უმეტესობას კარგად აქვს გაგონილი ტერმინი დიდი ძმა. ფრაზა, რომელიც პირველად გაჩნდა დისტოპიურ რომანში 1984, რომელიც ჯორჯ ორუელმა 1948 წელს დაწერა და დღესაც შედევრად ითვლება. ამ წიგნში ორუელი აღწერს მომავალს, სადაც მთელი მსოფლიო ერთმა მთავრობამ მართავს. ეს არის ჩაგვრის ეპოქა, როდესაც საზოგადოებას აიძულებენ დაემორჩილონ ბრძანებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გადაჰყავთ საიდუმლო ოთახში, ოთახი 101-ში, საიდანაც ისინი სულიერად და ფსიქოლოგიურად გატეხილები გამოდიან. წიგნის ყველაზე დასამახსოვრებელი ასპექტია ის, რომ ყველა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა და ერთი არასწორი ნაბიჯი ან აჯანყების მცდელობა უმკაცრესად ისჯება. რეალურ სამყაროში ბევრს ეშინია, რომ ეს რეალობად იქცევა, რადგან უსაფრთხოების კამერები ყველგანაა განთავსებული. და უკვე დამტკიცებულია, რომ სოფლიოს მთავრობები საკუთარ მოქალაქეებზე ჯაშუშობენ. ამას კარგი მაგალითი აქვს. როცა ვინმე მეგობართან პირადად ან სიტყვიერად განიხილავს ახალი პროდუქტის შეძენას და რამდენიმე წუთში სწორედ ამ პროდუქტის რეკლამები ეჩვენება თავის smart მოწყობილობაზე. ასევე დამტკიცებულია მამხილებელთა წყალობით, რომ ისეთი სააგენტოები, როგორიცაა აშერიქუშის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, დიდი ხანია უსმენენ ადამიანების სატელეფონო ზარებს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ამტკიცებდნენ, არასდროს დაარღვევდნენ მათ პირად ცხოვრებას ასეთი გზით. შედეგად, საზოგადოებაში პარანოია იზრდება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენგან უმეტესობას სჭირდება თავისი მოწყობილობები, როგორიცაა მობილური ტელეფონები და ლეპტოპები, რომ იშოვოს ფული და შეინარჩუნოს კავშირი საყვარელ ადამიანებთან. ამ თემაზე კონსპირაციული თეორიები გახშირდა 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გამოცხადდა, რომ ანალოგური ტელევიზია ეტაპობრივად შეიცვლებოდა და მის ადგილს დაიკავებდა ციფრული ტელევიზია. პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს ცვლილება დანერგა, იყო გერმანია, სადაც 2003 წელს ყველა ანალოგური მიწისზედა სიგნალი გამოირთა. აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ანალოგური სიგნალები გამოირთვებოდა 2009 წელს, ხოლო ამ ცვლილების საერთაშორისო საბოლოო ვადად დადასტურდა 2015 წელი. გადართვის მიზეზი იყო ის, რომ ანალოგური სპექტრი სხვა მიზნებისთვის გამოყენებულიყო. ის გათავისუფლებოდა 4G და 5G სერვისების მაუწყებლობისთვის. მაგრამ ციფრულზე გადართვა მაყურებლებს ასევე მისცემდა უკეთეს გამოსახულებასა და ხმის ხარისხს, როცა ისინი უყურებდნენ თავიანთ საყვარელ გადაცემებს. გარდა ამისა, ციფრულ ტექნოლოგია საშუალებას მისცემდა ერთსა და იმავე სიხშირეზე ერთდროულად ბევრად მეტი არხის მაუწყებლობას. უმეტესობისთვის ეს სასიხარულო ამბავი იყო, რადგან ახლა მათ შეეძლებოდათ თავიანთი გადაცემების უფრო მაღალი გარჩევადობით ყურება, მაგრამ ყველას არ მიაჩნდა, რომ ეს კარგი იდეა იყო. მათ გააპროტესტეს ის იდეა, რომ არჩევანი არ ქონდათ და იძულებულნი იყვნენ გადასულიყვნენ ახალ სისტემაზე და ფიქრობდნენ, რომ კულისებში რაღაც უფრო ბნელი ხდებოდა.
კონსპიროლოგებმა უცნაური განცხადებების გაკეთება დაიწყეს და ბევრმა ადამიანმა მათ დაეთანხმა. მათ აშფოთებდათ, რომ ახალი ციფრული ტელევიზორები, რომლებიც ტელევიზიის საყურებლად იქნებოდა საჭირო, დამონტაჟებული იქნებოდა ფარული კამერებით, რომლებიც ჩვენს ყოველ მოძრაობას დააფიქსირებდა, როცა სახლში ან ოფისში ვიქნებოდით. საავადმყოფოები, სამთავრობო შენობები, სხვა საჯარო ადგილები, როგორიცაა ბარები და რესტორნები, ასევე არ იყვნენ დაცულები. იმ დროისთვის, როცა გადასვლა დასრულდებოდა, პრაქტიკულად მთელი მსოფლიო 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა და პირადი სივრცე აღარ იარსებებდა. ეს ინფორმაცია შემდეგ შეიძლება გამოყენებულიყო მრავალი მიზნით, მაგალითად რეკლამისთვის და თვალთვალისთვის. ამ მტკიცებების მიუხედავად, ეხლა უმეტესობას ციფრული ტელევიზორი აქვს, მაგრამ ბევრი ადამიანი მაინც დისკომფორტს გრძნობს საკუთარ სახლში, რადგან ფიქრობენ, რომ დიდი ძმა მუდმივად უთვალთვალებს. დიდი მადლობა, რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ხილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ ტოპ 5 უცნობი და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.